დისტანციური ზონდირება. ლექცია პირველი. ჩვენ მიმოვიხილავთ დისტანციური ზონდირების საფუძვლებს და გავეცნობით იმ ძირითად საკითხებს, რაზეც შემდგომ ლექციებში გვექნება უფრო დეტალურად საუბარი. დისტანციური ზონდირება ეს არის შესატყვისი ინგლისური ტერმინისა remote sensing და ის წარმოადგენს პირდაპირ თარგმანს რუსული კალკიდან დისტანციონное зондирование. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ ზოგად სქემას, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ძირითადი კომპონენტებისაგან და ეტაპებისგან შედგება დისტანციური ზონდირება, ანუ როგორ მიიღება კოსმოსური ანერო გამოსახულება და რას მოიცავს მთლიანად დისტანციური ზონდირების პროცესი. პირველი ეს არის ენერგიის წყარო, აღნიშნული ლათინური 10. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს მზე. მეორე ლათინური ბეთი აღნიშნული არის ატმოსფეროს და გამოსხივების ურთიერთქმედება, რასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს და ამაზე შემდგომში გვექნება კიდევ საუბარი. C აღნიშნავს გამოსხივების ურთიერთქმედებას ობიექტთან არეკლა. D-ით მოცემული არის არეკლილი გამოსხივების რეგისტრაცია სპეციალური სენსორით. ამ შემთხვევაში, როგორც ნახაზზე ხედავთ, ეს არის სატელიტი და შესაბამისად სატელიტზე განთავსებული, იგულისხმება სატელიტზე განთავსებული შუქცნობიარე მატრიცა. მნიშვნელოვანია სატელიტზე მიღებული ინფორმაციის ჩაწერა და გადმოცემა დედამიწაზე, მისი დამუშავება, ინტერპრეტაცია და ანალიზი, აღნიშნული F-ით და ბოლო ეტაპს წარმოადგენს G, მიღებული ინფორმაციის შემდგომი გამოყენება. ჩვენ აი ამ ლექციის ფარგლებში ცოტა უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეულ აი ამ ეტაპიდან, რომელიც ახლა ჩამოვთვალეთ. იქამდე კი ერთი პატარა, ასე ვთქვათ, გადახვევა იმისთვის, რათა უფრო გასაგები და მარტივი იყოს, დაგანახებთ ანალოგიას ჩვეულებრივ ფოტოგრაფირებასთან. მოდით ვიგულისხმოთ ციფრული ფოტოგრაფირება და სატელიტური გამოსახულებების შორის. ენერგიის წყარო. ფოტოგადაღებისას, ისე როგორც სატელიტურ გადაღებისას შეიძლება ერთის მხრივ ჩვეულებრივი დღის შუქი იყოს, ანუ მზის გამოსხივება, შეიძლება ხელოვნური გამოსხივების წყარო, იგივე ფოტოგანათება. გამოსხივების და ატმოსფეროს ურთიერთქმედება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ვთქვათ, ნისლში გადაღება, როდესაც ჩვენი ფოტოსურათი შეიძლება არ იყოს იმ ხარისხის, როგორც გვსურს. გამოსხივების ურთიერთქმედება ობიექტთან არეკლა. აქ ბევრი არაფერი იცვლება. ორივე შემთხვევაში თუ ხილურ დიაპაზონზე, ვიზუალურ დიაპაზონზე საუბრობთ, აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია გვაქვს. არეკლილი გამოსხივების რეგისტრაცია სპეციალური სენსორით. ამ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ან ფოტოფირი, ან ციფრული ფოტოკამერის შუქცნობიარე მატრიცა. სწორედ ეს არის გამოსახულების რეგისტრაცია. მიღებული ინფორმაციის ჩაწერა და გადმოცემა, თუ სატელიტის შემთხვევაში ეს პროცესი უფრო სერიოზულად ჟღერს, ფოტოგადაღებისას ლაპარაკია ჩვეულებრივ ფოტოქაღალდზე დაბეჭდვაზე, ან ციფრული ფოტოგამოსახულების ფოტოსურათის გადმოწერაზე კომპიუტერში. გამოსახულების ინტერპრეტაცია და ანალიზი სატელიტური სურათების შემთხვევაში მართლაც მრავალფეროვანია, მაგრამ ის ანალოგად ფოტოგადაღებისას შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად არის მოყვანილი ფოტოზე დაფიქსირებული, ვთქვათ, მანქანის ნომრის ამოკითხვა, ხოლო მიღებული ინფორმაციის შემდგომი გამოყენება, ანუ აპლიკაცია შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სწორედ აი ამ აღნიშნული მანქანის მოძებნად მონაცემთა ბაზაში. მაშასე, როგორც უკვე გითხარით, ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს კომპონენტი. პირველი, რაც შეეხება გამოსხივებას, ბუნებრივია, რომ საუბარი არის ჩვენ შემთხვევაში ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე. თუ სკოლის ფიზიკიდან გავიხსენებთ, მზის გამოსხივება შუქი, სწორედ ელექტრომაგნიტური გამოსხივების სახით არის წარმოდგენილი. ეს არის ელექტრული და მაგნიტური ტალღების ერთობლიობა, ასე ვთქვათ. ხოლო მათი გავრცელების სიჩქარე კი მოცემული არის სინათლის სიჩქარით. როგორც მოგეხსენებათ, ელექტრული და მაგნიტური ტალღები წარმოადგენს ჰარმონიულ რხევებს და ის ხასიათდება ორი ძირითადი პარამეტრით, ტალღის სიგრძით, ლამბდა
ანუ ეს არის მანძილი ორ უახლოეს მაქსიმუმს ან მინიმუმს შორის და სიხშირით μ, რაც ნიშნავს დროის ერთეულში რხევების რაოდენობას. უნებრივია, რომ ტალღის სიგრძის ნამრავლი μ-ზე მოგცემს ტალღის გავრცელების სიჩქარეს, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ტალღების შემთხვევაში სინათლის სიჩქარის ტოლია. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მზის შუქზე და გამოსხივებაზე, შეიძლება ქვეცნობიერად მაინც ვგულისხმობთ ვიზუალურ დიაპაზონს. ეს არის ის დიაპაზონი გამოსხივებისა, რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვავს. მას უფრო მარტივ ენაზე ფერებს უწოდებთ, ხო? მაგრამ მზის გამოსხივება გაცილებით უფრო ფართო სპექტრის არის და ზოგადად ასე ვთქვათ, დედამიწის ზედაპირზე ზემოქმედებს ელექტრომაგნიტური ტალღები ძალიან დიდი დიაპაზონით ტალღის სიგრძის და შესაბამისად სიხშირეების დიდი დიაპაზონით. თქვენ აქ ხედავთ აი ამ დიაპაზონს, რომელიცაც და შესაბამის ტერმინოლოგიას. ყველაზე მოკლე ტალღები და მაღალ სიხშირული ეს არის გამა ტალღები, რომელიც აი ამ დიაპაზონში არის მოქცეული 10-12 ხარისხად მეტრის სიგრძის ტალღები და 10-ის მე-20 ხარისხად სიხშირე. შემდეგი დიაპაზონი ეს არის X ტალღები, ეს არის რენტგენის ტალღები, რომელიც შემდეგაც მოდრის ულტრაისფერი გამოსხივება და სწორედ ულტრაისფერსა და ინფრაწითელ გამოსხივებას შორის არის მოქცეული ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხილვადი დიაპაზონი. ულტრაისფერი გამოსხივების შემდეგ მოგვაქვს მიკროტალღური გამოსხივება და შემდეგ უკვე რადიო ტალღები. შედარებით ყველაზე გრძელი ტალღები და დაბალ სიხშირული. როგორც ხედავთ, აქ უკვე კილოჰერცებზეა ლაპარაკი. მაგალითად, მიკროტალღები, როგორც ხედავთ, გიგაჰერცების დიაპაზონის არის. ხოლო ის დიაპაზონი, რომელიც გამოიყენება, თქვათ, მობილური კავშირის განსახორციელებლად, ის რადიო ტალღების დიაპაზონში ხდება და მეგაჰერცებია. ანუ ეს ჩვენთვის სხვა ტერმინით ცნობილი რადიო ტალღებიც სწორედ აი იმ ელექტრომაგნიტური ტალღების საერთო ჯგუფში ხდება და ერთიან იმას წარმოადგენს გამოსხივების, ასე ვთქვათ, ნაწილს, რომელიც ზემოქმედებს დედამიწის ზედაპირზე. არსებობს გარკვეული მიღებული ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება სატელიტური სურათებში და აღნიშნავს იმ დიაპაზონებს, რომლებშიც ხდება სწორედ გამოსხივების რეგისტრაცია. კერძოდ ინფრაწითელი დიაპაზონი იყოფა გარკვეულ სამ ჯგუფად, ეს არის near infrared, mid infrared და far infrared, ანუ ახლო ინფრაწითელი, შუა ინფრაწითელი და შორი ინფრაწითელი დიაპაზონები. მეორე მაგალითი შეიძლება იყოს მიკროტალღური გამოსხივების დაყოფა PLS, CX, KU, KA ბენდებად, ანუ დიაპაზონებად და თქვენ აქ ხედავთ კონკრეტულ ტალღის სიგრძეს, რომელიც თითოეულ მაგდას შეესაბამება. იმისთვის რომ უფრო კარგად დავხსნათ, რატო არის ეს, საიდან არის მიღებული ეს ტერმინოლოგია და რატო გამოიყენება კონკრეტულად ამ სიგრძის ტალღები დისტანციური ზონდირებისას, ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ გამოსხივების და ატმოსფეროს ურთიერთქმედებაზე. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერო საკმაოდ მნიშვნელოვან სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისთვის, რათა მან მიაღწიოს დედამიწის ზედაპირამდე. კერძოდ, ატმოსფეროში ხდება შთანთქმა და გაბნევა ელექტრომაგნიტური ტალღების. ამიტომ მნიშვნელოვანია თუ რა სიხშირის ტალღები რა რაოდენობით შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ. თქვენ აქ ხედავთ გამოსხივების სიხშირეს და თუ როგორია მისი, ასე ვთქვათ, გატარების კოეფიციენტი 0-დან 100%-მდე. ყვითლად ნაჩვენები არის ხილვადი დიაპაზონი. ანუ ხილვადი დიაპაზონი თითქმის 100%-ით აღწევს ატმოსფეროში, ანუ თითქმის არ შთაინთქმება და შესაბამისად მაქსიმალურად ინფორმატიულია აი ამ დიაპაზონში მიღებული ინფორმაცია.
აქ თქვენ ხედავთ, რომ არის კიდე სხვა, ასე ვთქვათ, ლოკალური პიკები, როგორც არის, ვთქვათ, ინფრაწითელი ფანჯარა. სწორედ ატმოსფერული ფანჯრები ეწოდება აი ამ შუალედებს, სადაც მინიმალური ატმოსფეროს მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივების, კონკრეტულად აი ამ სიხშირის და აი ამ ტალღის სიგრძის მქონე გამოსხივების თანთქმა და აი ეს ატმოსფერული ფანჯრები გამოიყენება დისტანციური ზონდირების დროს, ვინაიდან აქ შესაძლებელია მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. აი ასევე მიკროტალღურ დიაპაზონში საკმაოდ კარგი დაბალ მაღალ სიხშირებზე საკმაოდ კარგი დროითი ფანჯარა გვაქვს. ატმოსფერული ფანჯარა გვაქვს. მაშინ ასე გამოსხივების ურთიერთქმედება ობიექტთან. ეს ასე ვთქვათ, არეკვლა, თანთქმა და გარდა ტეხვა. ეს თითქოს ტრივიალური ოფცია, მაგრამ თუ დავაკვირდებით ფოთოლის მაგალითზე, როდესაც გამოსხივება ეცემა ფოთოლს, ნაწილი გამოსხივების აირეკლება, ნაწილი შთანთქმება ფოთლის მიერ, ხოლო ნაწილი ფოთოლს იქით ატანს და ასე ვთქვათ აგრძელებს თავის მოძრაობას. თუ ჩვენ განვიხილავთ ფოთლის, ანუ იგივე ხის მაგალითს და წარმოვიდგენთ უკვე გამოსხივების კონკრეტულ დიაპაზონებს კერძოდ. ლაპარაკია ხილვად დიაპაზონზე, წითელ, მწვანე და ლურჯ ტალღებზე, red, green, blue აბრევიატურით და ასევე ინფრაწითელზე, IR. მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვანე ფოთოლი აირეკლავს მაქსიმალურად კარგად მწვანეს და ინფრაწითელ ტალღებს, ხოლო ლურჯი და წითელი შთანთქმება. მეორე მაგალითი შეიძლება განვიხილოთ წყლის ზედაპირიდან არეკვლა. ამ შემთხვევაში წყალი აირეკლავს ლურჯ ტალღას მაქსიმალურად და სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენ მას ლურჯად, ნაწილობრივ მწვანესაც, რომელიც ახლოს არის თავის სპექტრული მახასიათებლებით ლურჯთან და მოგიხსენებათ ზღვის წყალსაც და აკრავს მომწვანო ფერი ადამიანის ინტერპრეტაციით, ხოლო ინფრაწითელი და წითელი ტალღები კი მაქსიმალურად შთანთქმება. ასე რომ სწორედ აი ეს არეკვლა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გამოსახულებას ვღებულობთ სატელიტურ სურათზე. რაც შეეხება არეკვლიელი გამოსხივების რეგისტრაციას და სენსორების ტიპებს, გეტყვით, რომ სატელიტური სენსორები ორ ძირითად ტიპად იყოფა, ეს არის პასიური სენსორები, რომლის მაგალითი არის მოყვანილი ქვედა მარცხენა კუთხეში, ანუ ამ შემთხვევაში გამოსხივების წყარო არის მზე და მზის გამოსხივების არეკვლიულ ტალღებს იჭერს და აფიქსირებს სენსორი, ხოლო აქტიური სენსორების შემთხვევაში გამოიყენება რადარული გამოსხივება, ანუ გამოსხივება რადარის მიერ კონკრეტული სიგრძის მქონე ტალღის სიგრძის მქონე გამოსხივება და ეს არეკვლილი უკან დაბრუნებული ტალღების რეგისტრაცია ხდება სენსორზე. ეს სენსორები შეიძლება განლაგებული იყოს როგორც სატელიტებზე, ასევე თვითმფრინავებზე, აეროფოტოების მიღებისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნეს ესეთი კონსტრუქციები მიწაზეც კი. აქვე შეგვიძლია მოკლედ მიმოვიხილოთ რამოდენიმე მაგალითად მოვიყვანოთ რამოდენიმე ძირითადი ტიპის სენსორი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ეს არის ლანსატი, რომელზეც რამოდენიმე სენსორია დაინსტალებული, დამონტაჟებული და ჯამში დღეისათვის აქ სლაიდში მოყვანილია 7 დიაპაზონი, რომელშიც ის აწარმოებს გადაღებას, მაგრამ ეხლა ეს 9-მდე არის გაზრდილი, ანუ კიდე დაემატა სენსორები და მისი, ასე ვთქვათ, ლანსატის მთავარი დანიშნულება თავიდანვე ეს იყო დედამიწის ლანდშაფტის, ბიომასის მონიტორინგი, ასევე კლიმატური და ეკოლოგიური აპლიკაციები. ლანსატის გამოსახულებაზე პიქსელის ზომა, ანუ მცირესი, ასე ვთქვათ, დეტალური ნაწილაკის ზომა არის 30-30 მეტრზე, ხოლო მთლიანი გადაღებული სცენის, ერთი სცენის ზომა არის 185 კილომეტრი 185 კილომეტრზე. მეორე მაგალითი წარმოადგენს ასევე ერთ-ერთი ცნობილი ეს არის სპოტის სატელიტი, რომელზეც ასევე რამოდენიმე სენსორია დამონტაჟებული.
შავ-თეთრი 10 მეტრიანი გარჩევადობით და 20 მეტრიანი ფერადი სენსორი ჩვეულებრივ. კიდე ერთი მაგალითი, ამ შემთხვევაში საუბრობთ უკვე აქტიურ სენსორზე. ეს არის რადარული სენსორი ERS ტიპის სენსორები პირველი და მეორე თაობის, რომლებიც რამოდენიმე 20-ზე მეტი სატელიტი არის ორბიტაზე. თქვენ აქ ხედავთ რადარული გამოსახულების მიღების პრინციპს, უფრო დეტალურად ახსნილი იქნება შესაბამის ლექციაში, ან როგორ ხდება რადარული გამოსახულების მიღება, ეგრეთ წოდებულ სინთეზური თუ სინთეტიკური რადარული გამოსახულების მიღება. რადარული გამოსახულებას თავისი სპეციფიკა გააჩნია და ეგ გიჩვენებთ ახლა მარტივად, ჯერაც ერთი გასათვალისწინებელია, რომ გამოსხივებული ტალღა გარკვეული კუთხით არის ყოველთვის ზედაპირის მიმართ, ამიტომ გასათვალისწინებელია დაჩრდილვის ეფექტი რადარულ გამოსახულებაში და ის რომ ჩვენ არა ორთო გამოსახულებას ვღებულობთ, ანუ ვერტიკალურად ზემოდან მიღებულ ფოტოს, არამედ გარკვეული კუთხით. ასევე ერთი პრინციპული განსხვავება რადარული გამოსახულებისა პასიურ სენსორებთან არის ის, რომ გარდა არიკვილი ტალღის ინტენსივობისა, რომელიც როგორც წესი ფიქსირდება პასიური სენსორების მიერ, ჩვენ გვაქვს საშუალება დავაფიქსიროთ ის დრო, რაც დაჭირდა ტალღას გამოსხივებიდან არიკლასა და უკან დაბრუნებამდე და ხოლო აი ფაზაში აი ელექტრომაგნიტური ტალღის რხევების, ასე ვთქვათ, ფაზაში წანაცვლებით საშუალება გვეძლება განსაზღვროთ ზუსტი მანძილი გამოსხივების წყაროდან, ანუ სატელიტიდან არიკლილ